მოგესალმებით. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გადადგა. დიდი ბრიტანეთისთვის პრემიერის გადადგომა უცხო და ახალი არ არის. ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბრექსიტის შემდეგ, პრემიერ-მინისტრების ხშირი ცვლა ჩვეულებრივ მოცემულობად იქცა. პრემიერების გადადგომის მიზეზები თითქმის მსგავსია. ან საგარეო გამოწვევებს ვერ ართმევენ თავს, ან საშინაო პოლიტიკაში იქმნება სირთულეები. თუმცა მთავარი ის არის, რომ პრემიერების ცვლა ან თუნდაც მინისტრთა კაბინეტის, ან ლეიბორისტებისა და კონსერვატორების პარტიების მონაცვლეობა, ეს ყველაფერი მეინსტრიმულ პოლიტიკას არ ცვლის. სწორედ ეს არის მთავარი და ხაზგასასმელი. თუ კი შევხედავთ კირ სტარმერის პოლიტიკას და მის მიდგომებს მისივე წინამორბედების პოლიტიკას შევადარებთ, დავინახავთ, რომ არაფერი არ იცვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 10 წლის წინ ბრიტანელებმა ბრექსიტი აირჩიეს და ევროკავშირისგან დამოუკიდებელი, უფრო სუვერენული და ბრიტანეთის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარება აირჩიეს, ბოლო 10 წელი მაინც საწინააღმდეგო ხდებოდა. არალეგალური მიგრაცია რა პრობლემასაც წარმოადგენდა, იმავე პრობლემად დარჩა. მეტიც, მისი მასშტაბი გაიზარდა და მასთან ერთად მიგრანტების გამო გაღიზიანებამ და პრობლემებმაც მოიმატა. LGBT იდეოლოგია, როგორც აქამდე ჰქონდა ბრიტანეთის პოლიტიკურ ელიტას ძირითად იდეოლოგიად არჩეული, დღესაც არაფერი იცვლება. ერთი სიტყვით იცვლებიან პრემიერები, იცვლება მათი სახელები და სახეები, მაგრამ არ იცვლება ის ძირითადი პოლიტიკა, რომელიც ბრიტანეთის პოლიტიკურ ელიტას deep state-ისგან აქვს დავალებული და რომელიც არაფრით არ განსხვავდება ბრიუსელის ბიუროკრატიის პოლიტიკისგან. მიუხედავად ბრექსიტისა, დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია და ბრიტანეთის ხელისუფლება ერთი იდეოლოგიითა და ერთი ღირებულებებით საზრდოობენ. ისინი ერთად ამკვიდრებენ გლობალისტურ და ნეოლიბერალურ ღირებულებებს და ერთად იბრძვიან მათ წინააღმდეგ, ვინც ამ იდეოლოგიას უპირისპირდება. რაც შეეხება კირ სტარმერს, მისი რეიტინგების ვარდნა მისივე წამგებიანმა საშინაო და საგარეო პოლიტიკამ მოიტანა. დავიწყოთ იმით, რომ 2024 წელს მისმა ხელისუფლებამ მოინდომა, რომ პენსიონერებისთვის სოციალური დახმარება შეემცირებინა. ამ გადაწყვეტილებამ სტარმერისა და მისი ხელისუფლების რეიტინგი პრემიერად არჩევიდან მალევე შეარყია. გადაწყვეტილება საბოლოოდ გაუქმდა, მაგრამ შელახული რეიტინგი ვეღარ აღდგა. ისე როგორც ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, უკან გადადგმული ნაბიჯი სტარმერისთვის უარყოფითი გახდა. სტარმერის რეიტინგისთვის ასევე ძალიან წამგებიანი იყო იმავე 2024 წელს გადასახადების გაზრდა. მიზეზად, რა თქმა უნდა, წინამთავრობებისა და ხელისუფლების არასწორი პოლიტიკა დასახელდა, მაგრამ ამას მოსახლეობისთვის მნიშვნელობა არ აქვს. გარდა პოლიტიკური და ეკონომიკური სირთულეებისა, იყო და არის სხვა პრობლემებიც. პირველ რიგში, ეს ეხება არალეგალურ მიგრაციასა და მის შედეგებს. საფრანგეთთან ხელმოწერილმა შეთანხმებამ მიგრანტების გადანაწილებაზე ერთი-ერთზე პრინციპით პრაქტიკულად ვერ იმუშავა. არალეგალური მიგრაციის უკუშედეგი და ტრაგედიები ხშირად ხდება ბრიტანეთში. ასეთია სულ ახლახანს მოკლული ჰენრი ნოვაკის ისტორია, ბელფასტში სუდანელი მიგრანტის მიერ ადგილობრივის დასახიჩრება და კიდევ ბევრი სხვა. თუმცა სტარმერისთვის ბოლო წვეთი იყო ადგილობრივ არჩევნებში მარცხი. 7 მაისის არჩევნებმა ლეიბორისტულ პარტიას აჩვენა, რომ საჭირო იყო პრემიერის აუცილებელი ცვლილება. ანი ნადირაშვილის სიუჟეტში ნახავთ დეტალებს კირ სტარმერის მარცხის შესახებ. შოკის მომგვრელი მარცხი არჩევნებში. მძიმე კრიმინალური ფონი და სხვა სერიოზული სკანდალები კირ სტარმერს აიძულებს გადადგეს. დრო 2 წელიწადში ამოეწურა. ყველა ჩემი გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო სურვილით, რომ პირველ ადგილზე დამეყენებინა ქვეყანა, რომელიც მიყვარს. სწორედ ამიტომ ვტოვებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თანამდებობას. დაუნინგ სტრიტზე პრემიერ-მინისტრის ოფიციალური რეზიდენციის წინ გაკეთებულ განცხადებაში სტარმერი აღიარებს, რომ საზოგადოების მხარდაჭერაც დაკარგა და პარტიის ნდობაც. ლეიბორისტულ პარტიაში სულ უფრო ხშირად იყო შეკითხვა, ვარ თუ არა საუკეთესო ლიდერი, რომელიც პარტიას მომავალი არჩევნებისკენ გაუძღვება. საპარლამენტო ფრაქციისგან ამ შეკითხვაზე პასუხი მოვისმინე და ამ პასუხს ღირსეულად ვიღებ. ამიტომაც შესაბამისი დასკვნები გამოიტანა და ტოვებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტს. სტარმერის წასვლა ნიშნავს, რომ ქვეყანას ახლა უკვე მეშვიდე პრემიერ-მინისტრი ეყოლება სულ რაღაც 10 წლის განმავლობაში ბრექსიტის რეფერენდუმის შემდეგ. პრემიერის პოსტზე მან მხოლოდ 23 თვე დაჰყო. ეს რეკორდი არ არის. ლის ტრასმა დაუნინგ სტრიტზე მხოლოდ 49 დღე გაატარა. ვაღიარებ, რომ არ შემიძლია მანდატის შესრულება, ვაცნობე მის უდიდებულესობა მეფეს, რომ ვტოვებ თანამდებობას. თუმცა სტარმერის შემთხვევა გამორჩეულია. 2024 წელს მან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და 14 წლიანი პაუზის შემდეგ ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებაში დააბრუნა.
Change begins now. ამ ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ ჰქონდა დიდი საპარლამენტო უმრავლესობაც, მაგრამ პრემიერად სრული საპარლამენტო ვადის ნახევარიც ვერ გაძლო. გადადგომა საკუთარი პარტიის ზეწოლის ფონზე მოუწია, ადგილობრივ არჩევნებში კატასტროფული შედეგების შემდეგ. 2026 წლის გაზაფხულზე უელსის, შოტლანდიისა და ინგლისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიღებულმა კატასტროფულმა შედეგებმა მისი პარტია შოკში ჩააგდო. ეს სასტიკი ანგარიშწორებაა პრემიერ-მინისტრისა და მისი პარტიისთვის. ღმერთმა იცის რა ხდება მათ თავში ამ შენობაში დღეს ღამით. ლეიბორისტულმა პარტიამ ინგლისში დაკარგა 1200-ზე მეტი ადგილობრივი საბჭოს მანდატი. უელსში დაკარგა ძალაუფლება და ეს პირველად მრავალი წლის შემდეგ. შოტლანდიაში ისტორიულად ცუდი შედეგი აჩვენა. ამავე დროს მკვეთრად გაძლიერდა ნაიჯელ ფარაჯის Reform UK. მედიას ერთადერთი შეკითხვა გაუჩნდა. მოდი დავიწყოთ მთავარით და მთავარი კითხვა არის: გადაურჩება კი სტარმერი 2026 წელს? ლეიბორისტებს ისევ ოპოზიციაში გადასვლის შიში გაუჩნდათ. უკმაყოფილება სწრაფად გადაიზარდა შიდა პარტიულ აჯანყებაში. თუ არაფერი შეიცვალა, რთული გამოსაცნობი არ არის, როგორი იქნება საპარლამენტო არჩევნების შედეგები. სტარმერმა დაკარგა ლიდერის ავტორიტეტი. მათ განახლება და გამარჯვება სჭირდებათ. ამიტომაც დაუპირისპირდნენ. ასამდე ლეიბორისტი დეპუტატი ღიად ან კულუარებში მოითხოვდა მის წასვლას. 4 მინისტრმა დატოვა თანამდებობა. ზოგმა საჯაროდ გააკრიტიკა მთავრობის კურსი. 2026 წლის 14 მაისს ჯანდაცვის მინისტრი უეს სტრიტინგი თანამდებობას ტოვებს. გადადგომაზე განცხადებას დაწერს და საკუთარ პოზიციას ოფიციალურად წერილობით დააფიქსირებს. სადაც ხედვა გვჭირდება, ვაკუუმს ვხედავთ. სადაც მიმართულება გვჭირდება, დინებას მიყვებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. სტრიტინგი სტარმერის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, ახალი პოლიტიკური მოკავშირე და ჯანდაცვის რეფორმის მთავარი სახე იყო. მისმა გადადგომამ ბევრ ლეიბორისტ დეპუტატს აჩვენა, რომ კრიზისი უკვე კულუარებიდან საჯარო სივრცეში გადავიდა და იმდენად მწვავე და შეუქცევადი ხდება, რომ მისი გადადგომა უკვე ეჭვს არც საერთაშორისო ასპარეზზე იწვევს. დიდი შვიდეულის შეხვედრაზე ტრამპი მას მხარზე ხელს დაჰკრავს. მაშინ ისე ჩანდა, თითქოს მისალმების ნიშნად. თუმცა ახლა გასაგები ხდება, რომ ეს მხოლოდ თანაგრძნობის ნიშანი იყო. სტარმერის გადადგომამდე ერთი დღით ადრე დონალდ ტრამპი დაწერს, რომ წარუმატებლობა მან ორ მნიშვნელოვან საკითხში, იმიგრაციასა და ენერგეტიკაში განიცადა. კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგება. მან ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში, იმიგრაციასა და ენერგეტიკაში, ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის გახსნა, დიდი კრახი განიცადა. მე მას წარმატებებს ვუსურვებ. იმიგრაცია და მასთან დაკავშირებული სოციალური თუ კრიმინალური პრობლემები ბრიტანელებისთვის სერიოზული გამოწვევაა. პირველ რიგში ამ პრობლემის გამო 2024 წელს მათ კონსერვატორებს უარი უთხრეს და ხელისუფლებაში ლეიბორისტები დააბრუნეს. თუმცა სტარმერი დიპ სტეითის ღია საზღვრების პოლიტიკას გაჰყვება. არც საზღვრების კონტროლს შეეცდება და შესაბამისად, არც მიგრაციის ნაკადს შეამცირებს. მედიაში კი საზარელი კრიმინალური ფაქტები ჩნდება. სტარმერის პრემიერობის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ინგლისის ქალაქ საუთპორტში საშინელი თავდასხმა მოხდა. BBC-ს წამყვანი შეშფოთებას ვერ მალავს. მინდა დიდი ბრიტანეთიდან უახლესი ამბები გაცნობოთ. საუთპორტში რამდენიმე ადამიანი დაჭრეს. 2024 წლის 29 ივლისს 17 წლის თავდამსხმელი შეიჭრა ტეილორ სვიფტის ბავშვების თემატურ საცეკვაო გაკვეთილზე და დანით დაესხა თავს იქ მყოფებს. შედეგად 3 პატარა გოგონა დაიღუპა. 10 სხვა ადამიანი მძიმედ დაშავდა, მათ შორის ბავშვები და ინსტრუქტორები. მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დამნაშავე მიგრანტი იყო. ქუჩაში საპროტესტო აქციები დაიწყო. სასტიკად მოკლეს 18 წლის სტუდენტი ჰენრი ნოვაკი. ეს საზარელი მკვლელობაც მიგრანტების თემას წამოწევს, მაგრამ ბრიტანელებს მხოლოდ კრიმინალი არ აწუხებთ. ახლა მათ საკუთარი იდენტობის დაკარგვის შიშიც აქვთ. დღეს ბრიტანელებს იმის მტკიცებაც უწევთ, რომ მათ ქვეყანაში ინგლისურ ენაზე საუბარი ყველასთვის აუცილებელია. პოლიტიკოსი და ბიზნესმენი რუპერტ ლოუ BBC-ს სტუდიაში დისკუსია უწევს იმის დასამტკიცებლად, რომ ინგლისში მცხოვრებმა ადამიანებმა ინგლისური უნდა იცოდნენ. პირველ რიგში, როდესაც თარგმნის მომსახურებაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს კეთდება იმისთვის, რათა პაციენტებმა სამედიცინო დახმარების მიღება შეძლონ. ეს ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის მოვალეობაა. ისინი ინგლისურად არ ლაპარაკობენ, უნდა ლაპარაკობდნენ. მოიცადეთ, მე ხომ არ შემიწყვეტინებია თქვენთვის, რუპერტ. არა, ბოდიში, მაშინ ნება მომეცით დავასრულო. ეს საერთოდ არ გვჭირდება. არა, მოიცადეთ, მომეცით დასრულების საშუალება. ეროვნული ჯანდაცვის სამსახური არსებობს იმისთვის, რომ პაციენტებს საუკეთესო შესაძლო სამედიცინო დახმარება გაუწიოს. ზოგიერთ პაციენტს კი ამის მიღება უფრო კომფორტულად შეუძლია თუ მშობლიურ ენაზე ესაუბრება ექიმს.
ისინი საკუთარ მშობლიურ ენაზე ლაპარაკობენ, ხომ ასეა, მაგრამ ისინი ინგლისურად უნდა ლაპარაკობდნენ. ისინი ინგლისში ცხოვრობენ, ამიტომ ინგლისური უნდა იცოდნენ. დანაშაული ყოველდღე ხდება. მიგრანტები არ სწავლობენ ენას. აგრესიულად დემონსტრირებენ საკუთარ კულტურას და რელიგიას. გავლენას ახდენენ ბრიტანეთის გენოფონდზე. 2024 წლის არჩევნების წინ სტარმერი პირობას დებდა, რომ ლა-მანშის გავლით არალეგალურ მიგრაციას შეაჩერებდა. მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაახლოებით 70,000-მა მიგრანტმა პატარა ნავებით გადაკვეთა არხი. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. სტარმერი კი სკანდალებში ეხვევა. საქმე ეხებოდა პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს, რომლებიც ლეიბორისტული პარტიის სპონსორებისგან საჩუქრებსა და სხვადასხვა სახის მასპინძლობას იღებდნენ. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო ლორდ ალი. გაირკვა, რომ ძვირადღირებულ საგნებსა და სამოს ლორდ ალი არა მხოლოდ პრემიერისთვის, პრემიერის მეუღლისთვის და ვიცე-პრემიერ ანჯელა რეინირისთვის ყიდულობდა. სკანდალი სერიოზულია. პასუხი და რეაქცია დამცინავი და ირონიულიც კი. ვიცე-პრემიერი ფაქტიურად ამბობს, რომ მათ ეს დაიმსახურეს. დილამშვიდობისა დღეს პირველად ჩვენს გადაცემაში პირდაპირ ეთერში იმყოფება ვიცე-პრემიერი ანჯელა რეინერი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ეს ყველაფერი ცოტა არასასიამოვნოდ და ცუდად გამოიყურება, არა? ხელისუფლებაში ყოფნისთვის არც თუ საუკეთესო დასაწყისია, ხომ ასეა? ჩვენ ყველანი ძალიან ბევრს მუშაობთ. 2 წლის განმავლობაში ლეიბორისტები საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ კონსერვატორები სპონსორებისგან სარგებელს და ქრთამს იღებდნენ. და ეს დაუშვებელი იყო. მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თავად გაეხდნენ იგივე სკანდალში. სტარმერის ბევრი მუშაობის შედეგი ადგილობრივმა არჩევნებმა ყველაზე კარგად აჩვენა. როცა 2026 წლის მარტში ლეიბორისტებმა კატასტროფულად წააგეს. სტარმერმა მაშინ თქვა, რომ ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლებდა. ამოსუნთქვა მას უკვე საკუთარ სახლში მოუწევს. დაუნინგ სტრიტიდან ის ოჯახს თვალცრემლიანი უბრუნდება. მადლობას ვუხდი ჩემს მეუღლეს ვიქტორიას. ის ჩემთვის მტკიცე საყრდენია. სურს მეტი დრო დაუთმო ჩემს შვილებს და საუკეთესო მამა ვიყო. ასეთი დაცემა და მარცხი ბრიტანულ პოლიტიკაში იშვიათი მოვლენაა და კიდევ უფრო იშვიათობაა სახიფათო და პედოფილებთან კავშირების მქონე მეგობრების თანამდებობაზე დანიშვნა. პიტერ მანდელსონის ამერიკაში ელჩად დანიშვნა უფრო მეტი იყო ვიდრე შოკი. ხელისუფლებაში მოსვლიდან 6 თვის შემდეგ ლეიბორისტული პარტიის ყოფილი გავლენიანი ფიგურის დანიშვნამ დიდი კამათი გამოიწვია. მოსალოდნელია, რომ ლორდ პიტერ მანდელსონი ოფიციალურად დამტკიცდება დიდი ბრიტანეთის შემდეგ ელჩად შეერთებულ შტატებში. ეს არის ადამიანი, რომელიც ორჯერ იძულებული გახდა სირცხვილით გადამდგარ იყო თანამდებობიდან. მას თავადაც სიბნელის პრინცს უწოდებდნენ. სირცხვილით პოსტს მესამედაც დატოვებს. დოკუმენტებით დადასტურდება, რომ მანდელსონს პედოფილ ჯეფრი ეპშტეინთან დიდი მეგობრობა აკავშირებდა. 2003 წლის წერილში მას თავის საუკეთესო მეგობარსაც კი უწოდებს. ბრიტანელები ხედავენ, რომ მაშინ, როცა თავად ყოველდღიურად უმკლავდებიან არალეგალური მიგრაციის გამოწვევებს, მათ შორის ქუჩის კრიმინალს, ასევე უკრაინის ომის ფონზე გაზრდილ ფასებსა და ცხოვრების გაძვირებას, კირ სტარმერის მთავრობა დიპ სტეითის პოლიტიკას მიჰყვება. ამიტომაც ბრიტანელების ინტერესების საწინააღმდეგოდ ის მხარს ომს და მიგრაციას უჭერს. ის რომ ბოლო წლებში პრემიერებს დიპ სტეითის მორჩილება უწევთ. ამას ყოფილი პრემიერი ლის ტრასი აღიარებს. გადადგომის შემდეგ მან რამდენიმე პოდკასტი ჩაწერა და ხმაურიანი განცხადებები გააკეთა. რაც ასევე უნდა შეცვალოთ, ეს არის მედია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, რა თქმა უნდა. იცით რა აღმოვაჩინე დიპ სტეიტსა და წამყვან მედია საშუალებებს შორის თანამშრომლობა ჩემს წინააღმდეგ უბრალოდ მასშტაბური იყო. შეგიძლიათ განმარტოთ, რას ნიშნავს დიპ სტეიტი? დიპ სტეიტი წარმოადგენს არაარჩეულ ბიუროკრატებს საკუთარი დღის წესრიგით, რომლებიც რეალურად მართავენ ბრიტანეთს და ისინი ღრმად არიან ინტეგრირებულები წამყვან მედიასთან. ასე რომ თუ მათთან დაპირისპირება შეეცდებით, ნეგატიური მედიის ნამდვილი ნიაღვრის ქვეშ აღმოჩნდებით. იცით, ეს არის ნეგატივის ნიაღვარი, რაც განსაკუთრებით კონცენტრირებულია სოციალური მედიის ეპოქაში, როგორიცაა ტვიტერი, ქარიშხლები და ასე შემდეგ. ეს მხოლოდ პოლიტიკური ბრალდება არ არის. უკვე ფაქტია, ბოლო 10 წლის განმავლობაში დაუნინგ სტრიტმა უკვე მე-6 პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა. პრემიერების ასეთი სწრაფი ცვლა მიუთითებს გაჭიანურებულ პოლიტიკურ კრიზისზე და იმაზე, რომ ხელისუფლებები ვერ ახერხებენ საზოგადოების მოლოდინების დაკმაყოფილებას. და როცა ხელისუფლების პოლიტიკა მოქალაქეების ინტერესებს ცდება, ამომრჩეველი არჩევნებში მას მხარდაჭერას აღარ უცხადებს, რაც პოლიტიკური არასტაბილურობისა და ხელისუფლების ხშირი ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი ხდება. ამას ემატება სხვადასხვა პოლიტიკური სკანდალიც, რომლებიც პრემიერების მიმართ ნდობას კიდევ ამცირებს.
ამიტომაც დაუნინგ სტრიტზე პრემიერები მოდიან და მიდიან. კატა კი რჩება. ამ კატას ლარი ქვია. მედიის ობიექტივში ის ხშირად ჩნდება ხოლმე. მათ შორის სხვადასხვა პრემიერებთან ერთად. ბრიტანული მედია წერს, რომ ლარის ისტორია ნამდვილ ზღაპარს გავს. ქუჩის უსახლკარო კატიდან ის ქვეყნის ყველაზე ცნობილი კატა ხდება. ის უპატრონო კატა იყო. 2011 წელს დაუნინგ სტრიტმა ცხოველთა თავშესაფრიდან აიყვანა. მისი მთავარი ამოცანა მღრღნელებთან ბრძოლაა. როგორც ჩანს, ლარი თაგვების დაჭერაში უფრო წარმატებულია, ვიდრე ბოლო წლების პრემიერ-მინისტრები საკუთარი პოლიტიკური ამოცანებისა და დაპირებების შესრულებაში. სტარმერის პოპულარობის ვარდნის მიზეზი მისი პოლიტიკაც იყო უკრაინასთან მიმართებით. უпростоრად ის, რომ უკრაინის გაუთავებელი დაფინანსება მოსახლეობისთვის ბრიტანეთშიც არაპოპულარულია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც გადასახადები იზრდება. ბრიტანეთის ხელისუფლება და პირადად სტარმერი ასევე ძალიან დააზარალა ეპშტეინის ფაილებმა და მანდელსონის სკანდალმა. მოკლედ, კირ სტარმერს ყველა მიზეზი ჰქონდა საიმისოდ, რომ დაუნინგ სტრიტის 10 ნომერი დაეტოვებინა. მაგრამ ძნელი სავარაუდოა, რომ სტარმერის გადადგომით რაიმე შეიცვალოს ქვეყნის პოლიტიკაში. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ, კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.